მურთაზ ხურცილავა, რკინის კაპიტანი და ერთადერთი ქართველი მსოფლიოს სიმბოლურში. დღეს ვიხსენებთ ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს მცველს, კაცს, რომელიც იყო დაცვის ბურჯი, ნამდვილი ლიდერი და ეპოქის სიმბოლო მურთაზ ხურცილავას. ის იყო ფეხბურთელი, რომლისაც ეშინოდათ თავდამსხმელებს და რომლითაც ამაყობდა მთელი საქართველო. ნამდვილი რკინის კაცი და კაპიტანი, რომელსაც გუნდი უდიდეს ბრძოლებში მიჰყავდა. უნიკალური მიღწევა, რომელიც ყველა ქართველმა გულშემატკივარმა უნდა იცოდეს, მოვლენა 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ინგლისში. შედეგი, სრკს ნაკრებმა ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა და მერე 4 ადგილი დაიკავა. აღიარება, ტურნირის დასრულების შემდეგ ფიფამ დაასახელა ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრების საუკეთესო 11 ფეხბურთელი. ამ ნაკრებში ისეთი ლეგენდების გვერდით, როგორებიც იყვნენ ბობი ჩარლტონი, ეუსებიო და ფრანც ბეკენბაუერი, მოხვდა მურთაზ ხურცილავა. ის არის ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი ისტორიაში, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრა შეძლო. ეს არის მისი უმაღლესი კლასის მსოფლიო აღიარება. კარიერა და ლიდერობა ხურცილავას მიღწევები ამით არ სრულდება. სრკს ჩემპიონი 1964 ლეგენდარული ოქროს ბიჭების გუნდის წევრი, რომელმაც დინამოს პირველი ჩემპიონობა მოუტანა. დინამოს კაპიტანი, წლების განმავლობაში ის იყო გუნდის უცვლელი ლიდერი. სრკს ნაკრების კაპიტანი, ის იყო პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელსაც უდიდესი ქვეყნის ნაკრების კაპიტნობა ანდეს. ოლიმპიური ბრინჯაო 1972, მიუნხენი, ევროპის ვიცე-ჩემპიონი 1972, თამაშის სტილი, კლდედაცვაში ხურცილავა იყო იდეალური ცენტრალური მცველი, ფიზიკურად უძლიერესი, საოცრად ათლეტური, შეუპოვარი და უშიშარი. ის იდეალურად კითხულობდა თამაშს და არასდროს თმობდა პოზიციას. დიდება ლეგენდას, რომელმაც ქართული ფეხბურთი მსოფლიო დონეზე ასახელა.